წინასაახალწლო ფასების შესახებ რამდენიმე კითხვა ევრონიუს ჯორჯიამ თბილისის მცხოვრებლებს დაუსვა. 2-3 კვირა ყველაფერი გაჭირებულია. ძალიან. მუშაობს ღმერთის წყალობით ჩემი შვილი და მეუღლე და გვიჭერს გამკლავება. ძალიან ძნელია გამკლავება ამ ფასების მატებასთან. პენსია ხელფასი არის, მაგრამ სამაგიეროდ ფასები 300%-ით იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე საქართველოში 0.4% იყო, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ს უახლოვდება. და რას ეხება ეს უფრო ეს განსხვავება, რა ტიპის პროდუქტი აღარ არის? ყველანაირ პროდუქტს და ყველანაირ საქონელს. იაფიც რო ღირდეს, მაინც არა აქვს საშუალება და გასახადი. მარკეტებში დადიხართ პროდუქტის აღება თუ ბაზარში? მარკეტებში უფრო. ბაზარშიც ვცადე, მაგრამ დიდი სხვაობა არ არის. ყველგანა თანაბრად მომაწებული. ხურცი, თევზი, რაც საუცილებელი ადამიანისთვის რომ მიიღოს ორგანიზმმა, პირველ რიგში ეგ არის ყველაზე ბოსტეულიც კი. რითაც შეიძლებოდა რომ ადამიანს ჩაენაცვლებინა ის ხორცი და უშუალოდ ის თევზის თუ რაღაც, ისიც კი ის პროდუქტი, რომელიც თუნდაც ბურღულეული. პროცენტებში არ გადამიყვანია, მაგრამ თვალსაჩინოც არის მომატებული. ჩვეულებრივ პროდუქტებს ვყიდულობ არაფერს, მანგოებს და ესეთი სხვადასხვას არ ვყიდულობ. ჩვეულებრივ პროდუქტებს ვყიდულობ. ნაწილს ბაზარში, ნაწილს მაღაზიაში. იქაც იგრძნობა, იქაც იგრძნობა. ხელფასს და პენსიას არაფერი ემატება, თავისთავად ცხადია. ემატება საჯარო მოხელეებს მარტო. პენსიონერებს რა 20 ლარს გადმოგიგდებენ და 50-ს ბოდიში და აგახევენ ყოველთვის.